დიეტა, წონაში დაკლება და ასკეზა. ყურადღებით გვისმინეთ, თამეონო ჭამო, ყველაზე ძალიან რაც მიყვარს, ეს არის ფრები კათმის გრილზე. საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, ანუ პირველ რიგში უნდა დააფიქსიროთ ყოველთვის, როცა გშიათ, რატომ გშიათ. რადგან ზოგჯერ არის ნერვიულობის ფონზე ადამიანს უნდა რომ სულ რაღაცა მიირთვას. ეხლა ძირითადად ჩემი გვერდი არის ქალბატონებისთვის, რა თქმა უნდა 98% ის 2% თავისთავად მამაკაცებისთვის, იმიტომ რომ მამაკაცებისთვისაც არანაკლებ საინტერესო არის ფიქრობ ციფრული ფსიქოლოგია, პერსონალური პროგნოზრუკა, პერსონალური თვეები, პერსონალური დღეები, მაგრამ ქალბატონებისთვის და ქალბატონებს ყოველთვის გვაქვს ხო ის მომენტი, რომ აი რაღაცა სულ უნდა დავიკლოთ, სულ რაღაც არ მოგწონს ჩვენი თავი, თუმცა მე ვფიქრობ უნდა მივიღოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც ვართ. რადგან თუ შინაგანად ხარ ბედნიერი, მაშინ ამ ბედნიერებას ასხივებს სხვა ადამიანებსაც და წონას არ აქვს დიდი მიშობა, მაგრამ თავი ადამიანი თვითონ გრძნობდეს თავს კომფორტულად. პირველი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს არის რატო გშია, რატო ვჭამ, შეიძლება ნერვიულობთ ამ მომენტში და ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანმა დაიკლოს და თან გემრიელად ჭამოს და არ ამოიღოს თავისი რაციონიდან ტკბილი, ცომი და ასე შემდეგ. ეს გახავთ კალორიების დაცვა. კალორიები უნდა დაითვალოთ. არის ძალიან ბევრი პროგრამა, სადაც შეგიძლიათ ეს სურათი გადაუღოთ, დასკრინოთ და შემდეგ ეს პროგრამა გეტყვით, ანუ რამდენი კალორია არის, გააჩნიათ დღის განმავლობაში რამდენი კალორიაზე იქნებით. მე მაგალითად ვარ ხოლმე და ეხლაც 1200 კალორიაზე, იმიტომ რომ სწრაფი კლება როცა გინდა ადამიანს იმ ზედმეტი 2-3 კილოგრამის და ასევე ChatGPT-საც შეგიძლიათ გკითხოთ, არ არის პრობლემა, იპასუხებთ. ძალიან მიყვარს მე ეს. ასე რომ თუ გაყინვა მოხდება ასევე წონის ხო შეგიძლიათ იმ თქვენს კალორიებს, მაგალითად დღის განმავლობაში მირიჩნევთ 1800 კალორიას, შეგიძლიათ მოაკლოთ 10%, თუ კიდევ ცოტა გაიყინა 25%. თავარი ის არის რომ ჯანსაღად დაიკლებთ და რასთავარია სტრესში არ ჩააგდებთ თქვენს ორგანიზმს, იმიტომ რომ არის რაღაცები რაც ძალიან გვიყვარს, რატო უნდა ამოიღო შენი რაციონიდან ის ცოტა შოკოლადი, ის ცოტა ცომი თუნდაც რაც გიყვარს ხო შეიძლება თუნდაც აი მე მაგალითად ხაჭაპურის მოყვარული ვარ ხაჭაპურის გარშე არ შემილია მაგრამ თუ ვიცი რომ იმ ხაჭაპურს შევჭამ რომელსაც თქვათ იმ ფენოას ხო ფენოა მიყვარს ძალიან რომელსაც აქვს 700 კალორია ვიცი რომ რჩება კიდევ 500 კალორია და სულ ეს არის და საუკეთესო არის ასევე ფეხიციარული თუ ეხლა იწყებთ ფეხიციარულს 6-8000 იქნება კარგი 10000 არის საუკეთესო და წყალის მიღებას რაც შეეხება წყალი შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად ანუ როცა ორგანიზმი გთხოვს მაშინ დალია და არა ჩაისხი თქვათ, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა რომ 4 ლიტრა და 3 ლიტრა და 2 ლიტრა არის საჭირო. ჩემი ორგანიზმი მაგალითად 2 ლიტრ წყალს ვერ იტანს, ანუ ვერ ვეგუები და ვსივდები. ანუ ლიტრა ნახევარი. და რაც შეეხება ასკეზას